Hello, მოგესალმებით. მინდა დავიწყო ერთი მცირედი ექსპერიმენტით, რომელსაც დღეს ხშირად ვატარებ და საოცრად სიამოვნებს ეს ექსპერიმენტი. აჩვენეთ ჩემი ლეპტოპი. ვაგერ არის აგერტმაო. რა არის USA International Development Go რაღაცა, ხო? US agencies, USAID-ის. ოპა, გაიმართო. ხო, ნუ წყალი და შუქი გათიშულია. და რატო არის გათიშული, რომ იცოდეთ რა? იყო ესეთი ამბავი, ნუ რაშხამ და საშინელ გამონათქვამებს გადაასვა მასკმა და ტრამპმა. ნუ ლუნატიკების ბრბოარიო, თაღლითები არისო, ნეძე და მოკლედ არ არსებობს სალანძღავი სიტყვა, რომელიც დაიშურა მთავრობის წევრმა მასკამა და პრეზიდენტმა ტრამპმა ამ მირიშვილების წინააღმდეგ. ეხლა მე შემიძლია უკვე ეს თქვა, გაიგე? ცერუშნიკებიო, კოვიდის გამომწვევებიო, ეგენიო ბიოლაბორატორიებს საფინანსებდნენ და შხამებს ავრცელებდნენ თელს უფლებში. რასაც ჩვენი ყველაზე კარგი გაზეთი სასავალ-დასავალი მე-16 ფურცელზე კითხულობთ, ყველაფერს ლაპარაკობს ამერიკის ისტებლიშმენტი. ხო, მაგრამ ის გახდა მსოფლიოს მეინსტრიმი რა და ერთი შესულან თურმე, მოდენილან თურმე ტრამპის ახალი სტრუქტურის, ანუ მასკი, რომელსაც ხელმძღვანელობს ფულის დაზოგვის სამინისტროს ტიპები, შესულან თურმე USAID-ის მთავარ ოფისში და 4 დაცვის ბიჭი ყოფილა რა და არ შეუშვეს. მართლა სევრებთან არ მისცეს სტომა. გაუთიშეს შენ ბატონი ინტერნეტით დაშდაუნეს, ესენი გაყარეს და იქ რაც ნახეს, ახლა ცოტა ხანში გავიგებთ და всё დამთავრდა რა, დაიხურა. გაუქმებულია. ხო, ანუ ეხა რა ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო? მე პირველად მიჩვენე გადავაჭარბო იაზმობით ტრამპს და ილონ მასკს. ვერ გადავაჭარბო. ეხა ამ ყველაფერთან მიმართებაში ჩვენი ლოკალური კონტექსტი როგორია? ესე იგი ცენტრიდან წამოსული სიგნალები როგორ აღწევს ჩვენამდე, რა გავლენას ახდენს და რა იქნება და დაგვიანებით პირიქით. არა, და რა იქნება და როგორ იქნება რა პირველ რიგში. ალბათ 90-დან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები იყო გინდა პოლიტიკის კეთების, გინდა საჯაროობის ყველაფრის ტრამპლინი. მედიის. ანუ არასამთავრობო იყო ფაქტობრივად რაღაცა უმაღლესი ავტორიტეტული ინსტიტუცია, რომელიც აი კვაზი სასამართლო, კვაზი პროკურატურა. არა, იმას ვაუბრობ, აი ძალიან მარტივად წინა არჩევნები, ისფედი, რომელიც USAID-ის დაფინანსებით იყო, ისფედი გვეუბნებოდა, რომ არჩევნები გაყალბდაო. არა, არჩევნები გაყალბდა, ოღონდ სპეციალურად იტყუებოდა. მე თვითონ მე აღიარეს და მე ამერიკი არა ელჩმა ხო თქვა, რომ აი ეხა ერთი რაღაცა ნუ გამოვეკიდები და რაღაცა სტოტიზის გამო. მოკლედ, ჩვეულები მანამდე თქვა ჩინეთის საელჩომ, რომ ნედიო საქართველოსიო გადატრიალებას აფინანსებდაო. მოკლედ, ეს ორგანიზაციები ხო რა ეს ისინი რა ქვია ჩვენი აქტივისტები და რადიკალური ოპოზიცია იყო ჩამოკიდებული ამათზე. ეს არის ეხა კრიმინალური ორგანიზაციები. გაუქმებული ერთია, მაგრამ მორალურად გაბანკროტებული. ჩვეულებრივი კრიმინალური ორგანიზაცია მაფიაც არის. კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც გაუკუმართებელი ლუნატიკები, ფანატიკოსი ლუნატიკები მართავენ. ეს ვაფშე სხვა. აი, მანიაკები პინგვინი რო არის ხელმძღვანელი, ხო იცი? ანუ მანიაკები. რაღაცა ბანდის ხელმძღვანელი ხო არის პინგვინი. მაგას სერიალიც არის გადაღებული პინგვინზე. კი მაგრამ აი ეგეთი და ჩვეულებრივი ფილმში ბარტონის ფილმში გავს დინამიტებიან პინგვინებს რო აფეთქებინებს გოთემს. და ბიოლოგიური ეგ იქით და Squid Game-ი არის. ჩვეულებრივი მანიაკები პერვერტები. ერთსამი დავამთავრებ, რომ ჩვეულებრივი მანიაკი პერვერტების იმით რა ქვია გამოგვიყვანეს ღმერთებად. ოლიმპოს მთა იყო, რომელსაც ეთაყვანებოდნენ, რომ ესე იგი USAID-ის დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა თუ თქვა, რომ თქვათ რაღაცა მთაზე რომ ეს მთა არ არის, წყალზე რომ ეს წყალი არ არის. სეისმოლოგი რო ყავდა თუ გაიქცა. ეგ ხო იქიდან იღებდა ფულებს და რო იტყოდა რომ აი აქ ფეხებზე მკიდია, აი ეს დაინგრევა, მე მინდა ხალხს მივმართო რა, აი ამ პირობებში
ესე იგი ის რომ იყო სახალხო დამცველის აპარატის ტიპი რომ ევროპა და ეს USAID-ის და ეს ტიპები რომ გითხრათ ცალფეხზე იდექითო ცალფეხზე უნდა ვიდექით ჩვენ რანაირად გამოდივართ მონები ის აქციის ტიპები როგორიც აი პროსტა ლოგიკა კი არ მწყის უკვე პროსტა ლოგიკა მონობა ეგ არ არის მე რა არის გამოსავალი ცი ამ მათთვისან რა ტრამპს რო აგინონ უკვე კი უნდა დაიწყო ნიბი გავშვი ხელაზე თუ შეიძლება და ერთი წამი ერთ რამესაც ვიტყვი რა აი აქციებთან მიმართებაში და მორჩა აქციები ხა არის გვაქვს ხო კაი მაშინ მიქელაძე გავუშვი მიქელაძე არის რო იცოდეთ თამთა მიქელაძე სერიოზული NGO ბობოლა კალი ილიაუნის პროფესორი მე NGO დინოზავრი საქართველოს არა სხვანაირად უნდა წარადგინო NGO ფანატიკოს NGO ფუნდამენტალისტი NGO დინოზავრ ფანატიკოსი NGO ფუნდამენტალისტი ბავშვებს ასწავლის პოლიტოლოგიას არა NGO ფუნდამენტალისტი ხო არა free market ფუნდამენტალისტი რადიკალი რადიკალი ხო არის ხო და როგორც იქნა აი უკვე მისთვის მის დათქვამში ყველაფერი სწორდება და რა თქვა კი ბატონო მე ვფიქრობ რომ ეს პრობლემა არსებობს. ტრამპი არის სერიოზული პრობლემა, ის რეალურად წარმოადგენს ხო ნეოფაშისტურ ძალას, რომელიც საბაზისო თავისუფლებებსა და თანასწორობის ღირებულებებზე ამბობს უარს, რომელიც იყენებს იმ სისუსტეებს, რომელიც თანამედროვე დემოკრატიებს აქვს და ჩვენ ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ უნდა შევხვდეთ ამაზე ლაპარაკის გრანტი ხო უნდა ის პეჩენია პასტა მაგაზე ხო უნდა ილაპარაკოთ ტრამპის საფრთხე დემოკრატიის მაგაზე დაფინანსების მაგრამ ვინ უნდა დაუფინანსოს არც ასე გაფინანსებენ არც ასე გაფინანსებენ ეხა უყურე ანუ USAID-ნა რო დავიწყოთ ისევ რა და მე რომ მივიდეთ ამ განსხვავებაში აი ეს გოგო სწორია მართალია ხო თავის ეს გოგო სხვა შორის იშვიათი დეგენერატია იმიტომ რომ ხანდახან სიმართლე ისე სწორს არა თუ არ შეაგინე ტრამპს არ გამოვა რა ანუ ყველაზე სასაცილო ისა რომ ამათ გონიათ რაღაცა მორალის სადარაჯოზე თავი ესეთი დეფორმირებული მორალი ესეთი ატროფირებული აზროვნების აპარატი ესეთი სულელები აი მე მეორე არ ვიცი ბიჭო უკრაინის და პალესტინის დროშა რო ერთად გიყენი აი ამ დონის რეგვენები არიან ტრამპი ფაშისტია ნეოფაშისტურ რაღაც დაზეპირებული დეგენერატია ეგ არის ერთმანეთში ბაზრობენ მაგაზე ხანდახანში გამოხეთკავს ნახე ვიცი კაცო მანამდეც ბაზრობდნენ ანუ ტრამპი არის far right პოპულისტი დამოუკიდებლობის პერიოდი ჩვენ გვარწმუნებდნენ რომ საქართველოში არსებული NGO-ები, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ დასავლეთიდან და ამერიკიდან, იყო ერთ-ერთი პროგრესის და განვითარების და სინათლის სხივი საქართველოში. ბაჭო, ერთ რაღაცას უკვე ბოდიში რა. აი, ზუსტად ეგ გააგრძელე, მაგას ცირაც ეძახია დასავლური სიკეთეები. ხო, დასავლური სიკეთეები და ღირებულებითი არჩევანი. და ქართველების ცნობიერების ამაღლება. ღირებულებითი არჩევანი. დასავლური სიკეთეები, ბევრჯერ ახსენე რა. ხო, მართალია, დემოკრატიული ცნობიერება. ბოდიში რა. ხო და უყურე მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ რაღაც ანუ NGO თუ რაღაც საკითხზე მუშაობს ეს ემსახურება რომ საქართველოს საზოგადოება განვითარდეს წელში გაიმართოს წინ წავიდეს მიიღოს დასავლური სიკეთეები კი ბატონო NGO-ს ხორცოს დასავლური ერთხელ ვიტყვი ხოლმე დასავლური და ჩვენ ანუ ნახეთ რამდენი საჯარო ფიგურა გამოიზარდა NGO დინოზავრი გამოიზარდა მათ შორის ჩვენ ყავდა აგერ რა ქვია დასმული ომბუდსმენი ნინო ლომჯარია რომელიც ამ ქალბატონთან ერთად კარგად წარმოადგენს ამ დასავლურ სიკეთეებს შეგრძნობილი NGO-შნიკის სახეს, რომლებიც იყვნენ ძალიან კონკრეტული იდეოლოგიის, ძალიან კონკრეტული პარტიული მხარდაჭერის ტიპები. არა, საქართველოში იყვნენ კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის დასავლური სიკეთეების მომტანი. კი, დასავლური სიკეთე მოქონდათ ნაციონალური მოძრაობის როგორ მეგაძლევს სახელმწიფო ინსტიტუტებზე დარტყმით და ნუ და ომის პროპაგანდა. და ნუ თან იმაზე ლაპარაკით, რომ ეს ყველაფერი არის დასავლური. ომის პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვანია. არა ვართ, იმიტომ რომ ჩვენ დასავლეთი ვართ. ჩვენ ფინანსდებით ამერიკიდან, ჩვენ ფინანსდებით დასავლური ორგანიზაციებს. დასავლურ სიკეთეებს. უყურე ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ აქ მართლა რეალური სუვერენიტეტის კონტურების მოხაზვა დავიწყეთ, სადაც უკვე საჯარო რიტორიკაში აქტიურად შემოვიდა მათ შორის ლიდერშიპიდან NGO-ების აქტიური კრიტიკა, მათი დამფინანსებლების და დონორების აქტიური კრიტიკა, მთელი 2 წლის განმავლობაში, ხო, და დასავლური სიკეთეებს. მთელი ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ქართული ოცნების ლიდერებისგან, იქნებოდა ეს ირაკლი კობახიძე, ბაბუკაბდინაძე, შალვა პაპუაშვილი, კრიტიკას ნედთან მიმართებაში, კრიტიკა USAID-თან მიმართებაში, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რევოლუციების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებლები, წამხალისებლები და გვერდში მდგომები იყვნენ ეს ორგანიზაციები, რაზეც
ყოველთვის მოდიოდა უარი, რომ არა ეს ასე არ არის, ამას გვიგონებენ და ასე შემდეგ. ბიჭო, რაც ტრამპმა და მასკმა გააკეთეს. ნუ ხო, რაც ტრამპმა და მასკმა დასავლურ სიკეთებს გაუკეთეს. ჩვენ არა. ეგ არის უყურე ხო არის რაღაც ფარდის ახთად რაღაც. ეგ არის მართლა ფიდიდის ტუსო. არა, გაუპატიურებია. ვაით ფარტი. არა, ბოდიში ერთავით ფიდიდი მაგ მანიაკებთან შედარებით არის ჩვეულებრივი აგებოზე. იმიტომ რომ USA-ი ფიდიდი არის ჩვენ აწი, ბოდიში უნდა ვილაპარაკოთ, ბოდი რა, ვილაპარაკოთ მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის ჩვენც უნდა გამოვიძინოთ. მე როცა იქნება რამე პრეტენზიები? ამერიკა. ჩვენ უნდა შევთავაზოთ USA-ს და NED-ის საგამოძიებო კომიტეტის შექმნა და აქინა დახმარება დაჟე. იმიტომ რომ ჩვენ არის ეგ სიგნალები, შეიძლება მოვიდეთ. ხო, უყურე რატო, იმიტომ რომ მაგალითად მე ხა უცებ რაც მახსენდება არის ორი ბრალდება, პირდაპირ ბრალდება, რომელიც ამ ორგანიზაციების მისამართად გაისმა, ახალი ადმინისტრაციის, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ერთი ესე რომ ბიოლოგიური იარაღს ქმნიდნენ, ბიჭო, ანუ კოვიდის დროს ბიოლოგიური იარაღს. 300-მდე ბიოლოგიური ლაბორატორია. და მეორე იმაში კუბაში აი ინფექციების მხარდაჭერის მიზნით აწყობდნენ აჯანყებას. კი ბატონო. და იქ შეაგზავნესო ახალგაზრდა ლათინო ამერიკელები უყურე. ხო და ჩვენამდეც ხო მოვადა, ანუ მე დასწრებში არ დაგეთახო, ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეს დასავლურ სიკეთეების მოხმარებელი ხალხი ზედმეტად პერიფერიული ნაწილი არის და შესაბამისად ცენტრიდან წამოსული ხმაური ეკოს რაღაც აი ბოლო ეკოსავით აღწევს ჩვენამდე სანამ ეგ აქ ჩამოვა მანამდე კიდე აი ეს ქალბატონი მიქელაძე და ლობჯერე და ისინი იტყვიან რომ იქ ტრამპი აფუჭებს ამერიკას და უყურე აი მაგის კარგი არგუმენტი რა არის დღევანდელი ამერიკის საელჩოს ის მორიგი იმით რომ გველაპარაკებიან რომ ქარდებით რომ გველაპარაკებიან მამუკა მდინარაძეს რომ უპასუხეს რომ შეცდომაში ხართო შეყვანილიო ჩვენ ტრამპსო არ ვეტაკებით რა არა მათი პრეზიდენტი რომ მოიხსენია ფაშისტად. საელჩო არ უპასუხებს რასაკვირველია. იმედე Twitter-ზე ექნება ალბათ გამოხმაურებები, X-ზე ექნება ალბათ გამოხმაურებები. ნუ და არის მასკამდე თუ მიაღწევ, შეიძლება მასკაც კონდეს, მაგრამ დავიხ მასკი თუ ამის გამო თავს შეიძლება. მე უბრალოდ მიდაგისკათ, ეხა ნახე რა მინდა. რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ამის იტოგი რომ გავაკეთოთ აქციებთან მიმართებაში, ერთი რაღაც დამატება მინდა რა. მე უცებ მარტივად ვიტყვი რომ კარგი ყველაფერში აღმოჩნდით მართლები. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად. ხო და შეიძლება მე უბრალოდ დავამატებ. თუ შენ გონია რომ პარანოია გაქვს და ვიღაცა დაგძებს, სულაც არ გამორიცხავს რომ გიხალხალებენ. ანუ კი. მოდი ეგრე ვთქვათ რა, ეს ასაულდასავალს რას გადავეკეთებ, მაგარი გაზეთია და ყოველთვის ინტერესით კითხულობდი რა, მაინტერესებდა აზრი იმ ხალხისა, რომელსაც მოსწონს ასაულდასავალი. მაგრამ იქ რო წამეკითხა რომ კუბაში ხდება ეს ამბავი, მთელი ქსელია, ფულები CRU-თ იმართება, CRU მართავს, ეს CRU-ს ფილიალიაო. ამერიკელებმა მასკმა კუბაზე რაც დაწერს რეალურად მაგაზე უარი ჩვენთან ხდებოდა USA-ის და მაგას ხო შეიძლება ეთქვა რომ აი იცი ამას ვერ გავატრაკებ იმიტომ რომ შეიძლება თქვა რომ ეს არის შეთქმულების თეორია და ორჩა დამთავრდა აი მაგალითად რადიო თავისუფლების აქტივისტი ჟურნალისტი რას კითხვის USA-ის დაფინანსებით გარემონტი და გელათი USA-ის დაფინანსებით დაიგო და ამიტომ მე ჩაიდო და სევანიშვილმა აღადგინა სხვა რამეს გეუბნებით არა სხვა რამეს გეუბნებით აბსოლუტური იმასთან შედარებით ერთი 10 ლარი აქვს გადმორიცხული პასუხი მაქვს მითხარიება USA-მა დააფინანსა გაარკვიეთ მე თქვენ ერთად არა ხარ თქვენ ხო ის გაფინანსებთ რატო გადაგეკიდათ ასე მე თქვენსკენა ვარ რა გავაკეთო რომ დაგიწყო ხო და ეხლა ნახე და პასუხი რა მოკლედ გინევაზე უნდა გადავიდნენ აუცილებლად ყველა ამერიკის ფულის მიღები ეხლა უნდა გადავიდეს გინევაზე სხვა გზა არ აქვს ფულს მაინც არიღებენ სახე მაინც უნდა შეინარჩუნოს აი მე იქნება ძალიან საინტერესო ეხლა ნახე აქციები მოკლედ დაიწყო ჯერ კიდე პირველი ეგრეთ წოდებული რუსული კანონის პერიოდში და როგორ დაიწყო ყველას გვახსოვს არანაირი შიდა ლეგიტიმაცია და პერსპექტივა ამ აქციებს გაგრძელების გამდიდრების რაღაცა გაძლიერების არ ქონდა ჩვენ გვახსოვს კიდე ნინო ლომჯარიას საუბარი რომ უცხოეთიდან მოგვახმარეთ რაღაცა ისეთი რა ვქნა კომენტარები გააკეთეთ რომ გარე ლეგიტიმაცია მოგცეთ კი და მიეხმარეს კიდე როცა ამერიკის საელჩომ პირველად დაწერა რომ შავი დღე გათენდა ქართული დემოკრატიისთვისო და 27 ქვეყნის ელჩი მერე ვასალები დაეწყნენ და მაგან მისცა მუხტი და ბიძგი რომ ეს აქცია ანუ ეს არა მაგუთი ერთი მარტო ამან არა თვითონ იდეური ლეგიტიმაცია არის ამერიკიდან რო ეკითხები
რომ რატო გეუბნება აი კალასავლეთმა თქვა ბლინკენმა თქვა ეხლა ნახე და რო კითხები რომ ტრამპმა რატო თქვა ეხლა შეიცვალა ისევ ამერიკა ამბობს სხვა რამეს რო კითხები რას პასუხობენ ცი ეხლა ნახე ერთ წამი ჩვენ ხო რუსეთ უმემთავრობა ვიყავით და ეს აქციები ხო რუსეთ უმემთავრობის წინააღმდეგ არის ხო იმის გამო არის რომ ჩვენ მთავრობა არ დაეხმარა საკმარისად უკრაინას არ გააგზავნა ჯავშან ტექნიკა არ გააგზავნა იარაღები და ასე შემდეგ უკრაინაში არ ჩავერთეთ ომში ეხლა ხო ტრამპმა თქვა რომ უკრაინა ტყუილად შეაკლა ამდენი ადამიანი ზელენსკი ბაიდენის ბრალია ბაიდენის ბრალია და ასე შემდეგ ომი ბაიდენის ფინანსური დახმარების პაკეტი გააჩერა და უნდა შევარიგო ესენიო ამასთან ერთად ხო თქვა რომ მეო ესე იგი უნდა დავიფხროს ყველა ქვეყნებიო ჯარითო ერთი წამი დავამთავრე ჯიგარხან კანადა პირდაპირ დაუწესა უკვე ტარიფები ოღონდ როგორ იცი 20% მიმართა გოგონი მასმა მიმართა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კაცო ეხლა ეს ყველაფერი ხო ხდება ამ აქციის მონაწილეებზე სულ მახსენდება ის რომ არის ძალიან ცნობილი ავიცი ექსპერიმენტი ვოთ მაიმუნებზე რო ყვებიან რა სისულელება რა იდეურად ძალიან კაი რამეა რომ მაიმუნები რო არიან ხუთი მაიმუნი არის გალიაში რა და ბანანს ვინც მიეკარება ცემენ რა ხო და მე ნელ-ნელა შეყავდა ხალხალი მაიმუნები და მანამდე ერთი მაიმუნი მიეკარა ბანანს და სხვა ყველას ცემენ და მე ვინც ეკარება თვითონ ეს მაიმუნები ურტყავენ იმას ნელ-ნელა ერთი შეუშვეს მეორე გამოუშვა გამოწვალეს დარჩა მეხსიერება ის მივიდა და ეგრევე გალახეს მაგრამ იცის რომ არ უნდა შეეხოს ბანანს მაგრამ რატო აღარ იცის და ბოლომდე გამოიცვალა ყველა მაიმუნი და აღარ ეხებიან მაგრამ არ იციან რატო არ ეხებიან და ეს არის რატო არ უნდა შეეხოს მაგრამ მე მგონი იციან ჯერ კიდევ იმეთი აი აქციაზე რაც ხდება როგორ არ მაქვს აი რა დაწერა დარჩეშმა USAID უძველესი ორგანიზაცია რომელიც სოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას უწყობდა ხელს იდეალური არაფერია რეფორმა ყველა ინსტიტუტს ჭირდება პერიოდულად ხოლო Musk is motherfucker idiot აგიაშვილს ნიკას ვარ დაყარება თავი დარჩიაშვილი სოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანზე გენიოს რომელსაც მარსისკენ გაგეკოხლა გზა და მარსზე დაგსვავს ცოტა ხანში რომელსაც შესანიშნავი ავტომობილები და აგიაშვილს არ დაყარება პიკასო კოსმოსია ავტომობილი გაუშვა გენიალური ადამიანს რომელსაც რაკეტმშენებლობა ჩაანაცვლა თავისი პერსონი თლიანად დავით დარჩიაშვილი უძახებს იდიოტს, იძახის იდიოტს. მე ხავ კიდე ერთი რაღაცა. მადაფაკინ იდიოტს. ერთი რაღაცა მინდა თქვა, მართალი ხარ შენ. ეხლა რა არის კიდე ყველა ძალიან მნიშვნელოვანი. მე შემიძლია პირდაპირ თქვა, პუტინი რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის არაკეთილმოსურნი ადამიანია, იმიტომ რომ ოკუპანტია, ბუნებრივია. თუ პუტინს ვებძვით და უნდა ვებძულოთ, დავაკვირდით როგორ აკეთებს ის ოკუპაციას. როგორ მოახდინა ყირიმის ანექსია. ჩაატარა რეფერენდუმი, ჩაატარა კიდევ რაღაც ამბავი და ბოლოს რთული იურიდიული პროცედურების შემდეგ მოახერხა ანექსია. კი ბატონო. ეხლა ნახოთ ასაკეთებს ტრამპი. ტრამპი ამბობს რომ მე გრენლანდია მინდა. და რატო? აი ჭირდება. ხო და ერთი თუ გინდა შენ მილიარდი ფაქტორი. კვილების საჩიჩქნი რომ იყიდოს მასკმა მაგალითად ერთი თვის. და თუ გინდა მილიარდი, თუ არა და არ გინდა მილიარდი და რაც შეეხება კანადას 25%-იანი ტარიფი დააწესა. ხოლო მექსიკას რაც შეეხება დაუწესა ტარიფები და ეხლა ცოტა ხანში გამოვიდა მექსიკის ქალი პრეზიდენტი ხელები მაღლა აღაპყრო და 10,000 ჯარისკაცი მექსიკას უკვე შეყავს საზღვართან რომ ჩაკეტოს რომ ფენტანილი შეძება და მე კიდევ ვილაპარაკოთო გეუნებით ისე მაგრად იქნება ამერიკაში ტრამპი რომ არც ერთი პრეზიდენტი თანამედროვე ხანაში არ ყოფილა. კი ბატონო. ფულს შოულობს ხალხო. ეხლა რაც შეეხება პუტინში დაიბატება რომ ეხლა შეეხება ევროკავშირი. რუსეთს ყირიმთან მიმართებაში გარკვეული ისტორიული ფაქტორები არსებობს. კი. დავასრულებ. აი ევროკავშირის ამბავი. აგერ ნახავთ, ეხლა ხო გამოაცხადა USAID კრიმინალური ორგანიზაციაც. ევროკავშირს არანაკლებად გამოაცხადა. რა თქმა უნდა. ევროკავშირთან შეიძლება ესე პირდაპირ არ თქვას, მაგრამ საერთოდ არ დაიჭერს საქმეს. საერთოდ არ აღიარებს ეს კაცი ევროკავშირს და დაუწესა იცი ტარიფები დაუწესა არც მანქანებს ყიდულობ ჩვენგანო არც სულსაც არ მოვაგესო არაფერს არ ყიდულობდა თქვენ დედაც ვატირე ბოლო და ამერიკის ბაზარი არის ყველაზე მაგარი ბაზარი მსოფლიოში მართლა ბაიდენს ხო ისევ თავში უთყაპუნებს რა ტრამპი რა ვერ მოინდა ჩემ ფავორიტი ის ხო ბოღმიანი ჩემ ფავორიტი მასკს რო თხოვა ეგ ნახეთ გუშინ წინ
Короче, Байдენმა კოსმონავტები მიატოვა კოსმოსში. რაკეტა დაბრუნებაში და მე. იცი გამახსენდა, იცი მაგარი ამბავი გამახსენდა, სამდა კავშირი დაიქცა მართლა. და ერთი რუსი კოსმონავტი მართლა დარჩა ორბიტაზე. და ეს უნდა ყოფილიყო და 3 წელი იყო. ბიჭო, ბაიდენმა კოსმონავტები მიატოვა კოსმოსში. იგივე, ეგეთი თემა, ბაიდენმა ეგ დამართა ამერიკა. ეხა შენთვის ყველა საყვარელი ვიდეო მე-15 სინქრონი გავუშვით. იკაჩუ, აუ, ჩემი სიცოცხლე, იმენა ჩემი ძმა არის. ჩემი ძმა კაცი ეთერში. გვაშინებენ, მაგრამ მაინც გვეშინია, რავი. ძალიან, ანუ, ბავშვს მე დავიტო. ამის გაცნობა. ეს ლელოში უნდა შევიდეს ბაბუკასთან, ახლა. ამასთან არის კეიპები. შუაშია და. და უყურეთ არის კეიპები. ამასთან. კეიპები? არის კეიპები. მასაც დავსვავდი კუკლასპორტში. და უყურე დამუღამა. ევასა რომ აღნიშნეთ, კი არ დავწინეთ, სიყვარულით მოიხსენიეთ და ეხლა გადაწყვიტა რომ ეს ობრაზი ჯობი. ისე რატომ კარგი. ეს საზმელი არც არ გავახავთ. იმ სპეციალს რა უთხარი. გავუშვით თუ შეიძლება სტოპ კადრი. გავუშვით სტოპ კადრი. ამას ეხლა ეს არის ძალიან ვერაგული მასკიროვკა. არა, შეხედეთ. მე ზეგ მოხდა. და არ ყავს სპეციალი. შანსი არ არის. ამას როგორ და შანსი. ეს არის ვერაგული თანაბი. თავზე პიკაში აქ ტოტოროსის აქ ლოგო თან ანუ ყველა საყვარელი ანიმაციური გმირი ვინც კი იცის მე და აქ ასკმული. და არცე იმენა ბრონიშილეტი და შლის ნუგრი უნდა. ესაზმელი ამას არცემს. და გვაშინებენ. აუცილებლად მიხვალდა ინტერვიუს აიღებ. თუნდაც არ იყო მეგობრულად გაწყვეტილი მასში სადმე. მიხვალდა გადაუღებ ფოტოს. ანუ გავრცელდება მისი იმიჯი ორი კურდღლის ამჭერია. არის სხვა შორის ეხა მედაბაჩო ვაიმე და რა დღეში. მაინც ეხა მედაბაჩო ჩავიარეთ აქციაზე რა. ჩაიარეთ აქციაზე. არა, იქ მაგან ჩაუარეთ რა, გვირთა მოედანზე. დაუპიპინე. გვირთა მოედანზე. ეხა გვირთა მოედანზე არის. არა, ბიჭო, ერთი 100 კაცი იყო, 150 კაცი და ხალხის კარიშხალი წაგლეკა. სკანდირებდა რა. ცეცხლი ოლიგარქია. არა, ხალხის კარიშხალიო, ბიჭო, 150 კაცი იყო. მაგას ეხა ტევო პირველი და მთავარი აჩვენებს მილიონი. დოი ყავს, დოის ძალიან მაგარი ანშლაგები აქვს რეგიონებში, ნახე. ფიცხათ შორის. ზუგდიდში ხონდა 1,5 და. აი, საბაბუოდი და დიანა ტრაპაიძის. აი, გიდება. თუ არ კამათობს, კაია. გაუშვით. ასეთ ვითარებას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვფიქრობ, რომ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. მის გამეორება გინდათ? თავპირის მტრევა მის გამეორება კი არ მინდა. ამ ხელისუფლების პანიკის დემონსტრირება იყო ეს და დიახ, ეს ხელისუფლება პანიკაში უნდა იყოს და პანიკა იქნება ამ ხელისუფლების დასასრულის ერთ-ერთი მასშტაბებელი ნიშანი. არა, ამბობს ადამიანი, გავუთიშოთ ერთ წამით ამბობს ადამიანი, პანიკაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც გოგოები მიუშვაწი. არა, სადაც ოფისი აქვს, იმ უბნელმა ალბათ ან ასანთითხოვა, გამარჯვა საათი კითხა და პეპერ სპრეი შეასხა. ესე იგი და გოგოები მიუშვა საათი. ტიპი არის ისეთი შეშინებული, ისეთი ქარაქუცა. რა მინდა იცი თქვა? ეს არის გოფერნობა რა. აი ეს მე უკან მოექცევა. რეჟიმი აგონიაშიო დააბოლებს ბავშვებს. ბავშვებს რავი მოიწევენ ბავშვები რა. და ეს კიდე გადარჩება გოჩვენას. გავუშვით მეგონი ეუნება რა. რიტორიკული კითხვა არის თუ შეურაცხყოფა არის ჩემს მიმართ, რომ თავპირის მტრევის გამეორება. მაგრამ აი ისეთი პერიოდი გაიხსენეთ, რომლის გამეორება მე არაფრით არ მომინდება. ძალადობის თვალსაზრისით კი არ მინდა, როგორ შეიძლება ხო, აბარი პროტესტის მონაწილე ვიყავი დიანა. ხო, მე მგონი ესეთი რაღაცები თავის თავადი საკითხები დიანა არ საჭიროებს ხოლმე დაზუსტებას, მაგრამ თქვენ თუ ჭეშმარიტებას სადავოდ გახდით, კი სადავოდ გავხდი, ამიტომ დაგაზუსტებთ. რა, ვერ გავიგე რა შეიძლება. კაითებებზე ლაპარაკობდით, ეს დეგენერატი ვაფშე რა შუაშია. მე არ ვიცი, ჩემი სიტყვა თუ მივა იქ ბავშვებამდე რა, ახალგაზრდებამდე. გეუბნებით გატყუებენ რა. ტიპები იძახიან რეჟიმი აგონიაში. მე ხო ძალიან კარგად ვიცი რეჟიმი. წყალებში არ რეჟიმი ეს არის, მაგრამ აგონიაშია თუ არა. არ შეიძლება ეგეთი რაღაცების მოტყუება. არანაირი აგონია არ არის. პირიქით, სამყარო იცვლება. არ ვიცი როგორ აგიხსნათ სხვანაირად ყველაფერს ხო ვერ გეტყვით, მაგრამ არ არის რეჟიმი აგონიაში. არ არის. ჯერ არ არის რეჟიმი და მე არ არის რეჟიმი ხო და მე ხო რა რეჟიმზეა საუბარი. არანაირი აგონია ჩვენ რიგებში. არ არის დედა მომიკვდეს, არ არის ეს აგონია რო იყოს ხო გეტყობდით. შემატყობ, არ არის.
და გაეშვით, ნუ ეჯახებით ამ კედელს, ნუ სისხლიანდებით, მართლა რა უბედურება არის ეს არა. შევიდეს ის დამპალი ოპოზიცია, მართლა ის ამათ დედავატირე პარლამენტში, მე შევიდეს. აგერ მოდის არჩევნები, ხო კარგი შედეგი აჩვენეს სადღაც გაუმჯობესეთ ის შედეგი მეტი არა ჩემთან ამის მერე რამე გააშუქა. მაინც რა. არ შეიძლება ეგრე, ნუ აი მართლა რატო აი ეს ხო ბოზო არ შეიძლება ნოდარ ლადარია რომ ნუ გეშინიათ ერთი მარცხი არაფერი არ არის ნოდარ ლადარია რომელიც დინიდან არ ადგება არასოდეს რა დივანში იქნება ნუ ოპერას კი კაკო ბობოხიძე რა დავიღალე კაკო შეიძლება ადგეს არა დავიღალე არა კაკო ვაფშე რა შუაშია ნოდარ ლადარიასთან აი ნოდა ხაბეშვილი სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშს დაუბრუნდა მაინც არ უშველის ექსპრესასთან და გაუშვება Yeah! ეს მუსიკა თვითონ არჩია, ხო? მაგარი ტიკტოკერი. რამე მოძრაობა, რატო არ გონილა რა მოძრაობა? ცემის მერე რაღაცა პროპორციები. რაღაცა მოძრაობა მაინც გაეკეთება. სახეზე რაღაცა ვეღარ არის. ამას მასკარო ჩამოსვა შეიძლება მოუნდეს იმანით. არა, ცოდოა. ნედო ვეღარ გამოიწვა. ეს ძალიან ცოდო კაცი. რამდენ ხანში ამის ესე იგი რომ გამოვთვალოთ, საშუალოდ რამდენ ხანში უწევს ახლა ცება? უკვე უწევს. თქვენი სიტუაცია არის მომდგარი კაცი. თქვენ ეხა მე მართალია ლუნატიკები არიან იესეჩი, მაგრამ ჩვენთანაც არიან ლუნატიკები, გოჩა ტყეშელაშვილი სამარცხინო ადამიანი, რომელიც ერთდროს ეთერებში ბავშვებს რაღაც ეტალონი რომ იყავდა ეგა. გაუჩი შეიძლება. ძალიან ძალიან ზეამაღლებელთან დაკავშირებით. ის სახელში თუ შევწვით. ზეამაღლებული. ასოთი ხოლო გვარში პონს ასოთი გამოვა ზეა ამაღლებული ზეა. არ გამოვა. მინდა გითხრათ რომ ალბათ ზეა ამაღლებელი საქართველოს მართლა მზეა. შემდეგი რატი ამაღლებელი რო გაშიფროს? აქ უნდა ეს ქართული ალბანის ბოლო ასოს ეგ ყველაზე მძლავრი სიტყვა გამოვა ქართული აი გასაგები რაღაც ასოები რომ მოაშორო და რაღაც ასოები რომ დაამატო შეიძლება 300-იანი სიტყვაც მიიღო ნებისმიერ სიტუაციაში არის ეგეთ კომბინაცია და უბრალოდ ეს ადამიანი ამას გონია რომ რაღაც აზრი მოეკითხება ინტელექტუალური რაღაცა და არის აი ბიჭო ყველა აი ლუნატიკები რო არიან მაგითო არის რომ აი ესეთ ხალხი ხარს უჭერს გახსოვს რამდენი გიჟი უკაცრავად როგორ არის ტრამპა როგორ თქვა ბოდიში რომ არ დამწამონ ცილი ლუნატ crazy lunatics თუ როგორ თქვა ეგეთ ტიპები რამდენი იყო აქციაზე ზოგი რასაკეთებდა ზოგი რას პიკაჩუ არის მაგათთან შედარებით მაგარი იმენა სერიოზული იაფარულავა არ გვინდა ირაკ ტაბლიაშვილი კარგია ირაკ ტაბლიაშვილი აბსოლუტურად ზურაგირჩის ზმას უთქვია კიდე მაგარი გამოსავალი აქციების სახელმწიფო შაბათში ჩვენ გვაქვს სათქმელი ესე უნდა ვუთხრათ მათ ძაღლ იყოს თქვენი მოახლოვეთ თუ გდებავთ კამერა გადავაკეთოთ თუ გდებავთ ძაღლ იყოს თქვენი რუსეთისა და თქვენი დუმილისაც ძაღლ იყოს და მოიცა სტო გაჩერდ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვაჟადან ეს ისა რა ქვია აი წავლები გამარდა მე ვარავე მაინტერესებს ძალიან მაგარი რაღაც მაინტერესებს არაფერი გაცო ჩვენ უფრო მაგარი გაგიცნობ დილის წავლები არ დაუვლებია რატო არ მიუახლოვეს კამერა იმიტომ რომ იციან მიუახლოვებულია უკან მიუახლოვებული უთხე მე აღარ წაყურებინე როგორ არის რასაც გეტყვის მოიპოტე მომიახლოვეთ კამერა ანუ წამყვანია წესით ხო უნდა რა უნდა ნაერს არაფერი ხო აი გავუშვით არანაირი ნოლინაერზე გავუშვით ჩვენ გვაქვს სათქმელი ესე უნდა ვუთხრათ მათ ძაღლ იყოს თქვენი ვერა რაღაცა ჟესტი უნდა მოახლოვეთ თუ გდებავთ კამერა არ ებავს გადავაკეთოთ თუ გდებავთ ძაღლ ოპერატორი და რეჟისორი ძაღლ იყოს და ამას გაჩერებული თავის ოპერატორი მე მგონი არ დგას უკან იმიტომ რომ ფორმულას ხო აიფიცნენ ოპერატორი ეგეც არის ხელფასებს არ უხდია ხო და შეიძლება არ დგას კარჩე პაციენტის მდგომარეობა კვლავ ძიმეა ამას თავის ოპერატორი არა ოპერატორი დაუჯერო კვლავ ძიმეა რა პაციენტის მდგომარეობა ესე უცებ ვერ განიკურნეთ არა crazy lunatics რა კი ბატონო კი ბატონო და კიდე რა გვაქვს ზურაგირჩიზმა და დავასრულეთ კი ბატონო მე პირადად ვისურვებდი რომ თუ გამოჩნდება ასეთი ალბათ არ ვიცი რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე რომ დავსხდეთ საშიმშილოდ მე მგონია რომ ერთ კვირაში დამთავრებული იქნება საერთოდ
ქართული ოცნების ეს თარეში საქართველოს მოქალაქეების საზიანო თუ გვაქვს იმის რესურსი მე მზად ვარ თუ ვინმე ოღონდ ამას ჭირდება მასობრივი ასე ვთქვათ ნაღდა დარჭამა და არა ის რო გაიჭილობდე და არა ის ოღონდ ეხა 20 კაცი დაჭება 30 მე არ დამიგე ხაკო ჩარკვიანის ადგილს ჩალიჩობ სულ რაში 300 კაცი თუ დაჭება 300 მე ოღონდ ნაღდა დრო ეხო ჩვენ ნახეთ ნანუკა ჟორჟოლიან 3 დღით რო შევიდა 2 კილო რო უნდა და რო დაეკლო და რო იშიმშილა არავში რო შიმშილობდე იქ რა ქვია გია ბარამიძე აფარებსო მოშიმშილეებსო პლედებსო და იმებს რო პარავდა არა ეგ სხვაჭორს არ ვიცით როგორ იყო იმიტომ რომ ეგრეთ ცალსახად არ უთქავს ღამე იპარებაო გამდენისასო და პლედებს აფარებს და თანძინარე ყავ და რას პლედის ქვეშ რა ხდებოდა და როგორ იყო არ მაქვს ძალიან ზრუნავს ჩვენზე და მძინარე პირში უდევს საჭმელსო რა გაწინებ რა ცილოვან საკვებს აწვის მძინარესო ცილებით გამდიდრებულ დანამატებს ესე არ მინდაო დანამატებს ესე არ იყოსო კარგი მე მინდა რომ ხვალინდელი გადაცემისთვის დოი შენ მოგმართავ ხვალინდელი გადაცემისთვის მასალა მოგვეცი რა არა რატო იცი უკვე შენ რეგიონებში გასული ხარ რეგიონებში გასულია უკვე არა გვაქვს კი ზუგდიდში იყავი რა რუმე და რაღაცა მასალა მოიტარა დოი ყოდე გამოჩნდა რა კი ნიკოლოზ რაჭველი Facebook-ზე გააქტიურებულა ჩვენაც შევუთვალთ აქედან რომ რატო ხარ ხო მაგრამ რატო არ მიყვება მოცექ მედიცი ხო ეგ მაშინ დავსვით ჩვენ ორი კითხვა და არ გაუცია პასუხი აბა ხვალამდე